საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამას მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩამოტვირთვისთვის სიჩქარე დაახლოებით 20 მეგაბიტ-წამია, რაც ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. როგორია მობილური ინტერნეტის მომსახურება და რა შეცვალა 5G-ს დანერგვამ ქვეყანაში? დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ფიქსირებული ინტერნეტისგან განსხვავებით ქვეყანაში მობილური ინტერნეტის მომსახურება გაუმჯობესებულია. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად მობილური ინტერნეტის სიჩქარეები 2024 წლის ბოლო პერიოდიდან მკვეთრი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც 5G აუქციონის სამჯერ ჩატარებითა და ბაზარზე არსებული სამივე მსხვილი ოპერატორის მიერ 5G ტექნოლოგიის დანერგვით არის მეტწილად განპირობებული. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ განსხვავებით ფიქსირებული ინტერნეტის შედეგებისგან მობილური ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით საქართველოს რეგიონში ლიდერია. მობილური ინტერნეტის მომსახურების წლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა თბილისსა და რეგიონებში 2021-24 წლამდე 53% შეადგინა, მაშინ, როდესაც ფიქსირებული მომსახურების შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 17% იყო. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კომუნიკაციების კომისიამ 5G-ს დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად სილქნეტი გამოაცხადა. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად კი სილქნეტი ვალდებული იქნება 5G ქსელით. ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, მათ შორის ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზებიც. ეს არის შემდეგი თაობის, ესე ვთქვათ, ქსელი თავის შინაარსით. არსებითად შეიძლება მობილური ინტერნეტის, ესე ვთქვათ, პირობები განსაკუთრებით ისეთი სერვისების გაშვების საშუალება იქნება, რომლებიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი მობილური ტელეფონების მეშვეობით, მობილური ქსელის მეშვეობით, საუბარია IoT-ზე, საუბარია სხვადასხვა დამატებით, არა უშუალოდ ფიზიკური პირების, არამედ ნივთების საგნების ინტერნეტზე საუბარი და სხვა დიაპაზონები იქნება საერთოდ. და ხა ის ჩვენ ვნახეთ სტატისტიკა საკმაოდ საინტერესო იყო, ეს ვერ ჩაანაცვლებს, რა თქმა უნდა, ფიქსირებულ ოპტიკურ ქსელს, თუმცა ეს იქნება საკმაოდ მაღალ სიჩქარიანი და კაი ალტერნატივა იმისთვის, რომ მობილურ რეჟიმში ქონდეს სწრაფი ინტერნეტი. 5G მომავალია და გარდაუვალია და ყველა კომპანიის ინტერესებში შედის, იმიტომ რომ რეალურად ერთის მხრივ უკეთესი ხდება ქსელი, სისწრაფე და მოთხოვნაც იზრდება ამის მიმართულებით. ერთის მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი, რა ვთქვათ, მეორეს მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯებს უიაფებთ მობილურ კომპანიებს 5G-ზე გადასვლა, ძველი ტექნოლოგიების შენახვა 2G, 3G შენახვა, 4G-ის შენახვა გაცილებით უფრო რთულდება ყოველთვიურად და რთულთან ერთად ძვირდება. და ახალი ტექნოლოგიები პირიქით ნელ-ნელა იაფდება. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, არის ძალიან მოკლე მომავალში საქართველოს სრულად 5G-ის დაფარვის ქსელის ქვეშ რო იყოს, ძალიან მალე მოხდება ჩემი აზრით. მართალია, კომუნიკაციების კომისიის მიერ 5G-ს დასანერგად გამოცხადებულ ბოლო აუქციონების პირობებში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი კომპანია ლოტს ვირტუალური ოპერატორების დაშვების ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებოდა და აღსანიშნავია, რომ სილქმეტმაც და მაგტიკომაც ლოტები MVNO-ების სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინეს. Მხოლოდ ინვესტიცია არ არის შემოფერხებელი, აქ უფრო ესე ვთქვათ, სტრატეგიული დამოკიდებულება კომპანიებისგან და რატო არ მიიღეს მონაწილეობა მაგტიკომმა და სილქნეტმა პირველად რო გამოცხადდა ტენდერი, რატო მიიღო ბილაინმა, ვიონი საქართველოს მხოლოდ, იმიტომ რომ სტრატეგიულად არ უნდათ მათ რაღაც ვალდებულებების აღება, მათ შორის MVNO ვალდებულების აღება თავის თავზე, შესაბამისად არ მიიღეს მონაწილეობა, აქ მხოლოდ ფინანსები არ არის განსაზღვრელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა სპეციფიკური ვალდებულებები რო არ ყოფილიყო ჩადებული, ძალიან დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ ამ ლიცენზიას, გადაიხდნენ იმ თანხას და ჩადებდნენ, ესე ვთქვათ, თანხებს ქსელის განვითარებაში, 5G-ის ქსელის განვითარებაში, თუმცა მიუხედავად ისა, რომ შედარებით დაგვიანდა პროცესი, ეს მაინც ხდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 5G-ს დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა Selfie Mobile-მა, ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში Magticom-მა მიიღო. 2025 წლის ივნისში კი აუქციონში Silknet-მა გაიმარჯვა.
ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.